რამდენიმე დღის წინ პოსტივიმ და მარშალ პრესმა გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს აქციის მონაწილეები იყენებენ TikTok-ის ეგრეთ წოდებულ ფილტრს იმისათვის, რომ ვიზუალურად თითქოს ეტყობოდეთ დაზიანებები, როდესაც სინამდვილეში თითქოს არ აქვთ ეს დაზიანება. პოსტივიმ გამოაქვეყნა ქარდი, სადაც გამოყენებული არის კადრი ვიდეოდან, რომელიც ერთ-ერთმა TikTok არხმა გამოაქვეყნა. ეკა მინდიაშვილი ჰქვია TikTok-ზე ამ მომხმარებელს და არსად მის ვიდეოში არ ჩანს ის, რომ ის იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე და მართლაც ეტყობა TikTok-ს, რომ ის იყენებს სპეციალურ ფილტრს იმისათვის, რომ ვიზუალურად ეტყობოდეს სხვადასხვა ტიპის დაზიანება. გარდა იმისა, რომ ეტყობა ვიდეოს, რომ არის ფილტრი, თვითონ აქვს გაკეთებული მინიშნება TikTok-ს, რომ ესა და ეს ფილტრი არის გამოყენებული, ჩალურჯება ეწოდება სწორედ ამ ფილტრს, რომელიც გამოიყენა მომხმარებელმა და ყველა სხვა მომხმარებელი, რომელიც იყენებს ამ ფილტრს, არსად არ არის მითითება, რომ ისინი იმყოფებოდნენ აქციაზე და ზოგადად უმეტესობა მათგანი არ არის საერთოდ ქართულენოვანი. ასეთი ბევრი ფილტრი არსებობს TikTok-ზე, სადაც შეუძლია მომხმარებელს თითქოს დაიხატოს სხვადასხვა ტიპის დაზიანება. კონკრეტულად ეს ფილტრი ამჟამად აღარ არსებობს TikTok-ზე, თუმცა არსებობს სხვა ტიპის ინსტრუმენტები, რომლის გამოყენებაც მომხმარებლებს შეუძლიათ, სადაც თითქოს დაიხატავენ სხვადასხვა ტიპის დაზიანებას სახეზე. როგორც ხედავთ, ფაქტების გადამოწმებლების მიერ Facebook-ზე ეს უკვე მონიშნული არის როგორც დეზინფორმაცია. რაც შეეხება რეალურად დაზარალებულებს, რაც სიმართლეს შეესაბამება, 10 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ 327 დაკავებულიდან 225 მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე, ხოლო 157-ს აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები. ჯანაცვის სამინისტროს მიხედვით 28 ნოემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციიდან და მიმდებარე ქუჩებიდან სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს აქციის 140 მონაწილე.